და კვლავ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროკავშირის დაფინანსებით ფოთის მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 7 ახალ საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს. ფონდის დაკვეთით სამშენებლო სამუშაოები ყველა სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს. მშენებლობის დასრულების შემდეგ 280 დევნილ ოჯახს გადაეცემა ბინის გასაღები, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ამბობს, შენობა და გარე ინფრასტრუქტურა სრულიად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროკავშირის დაფინანსებით ფოთის მუნიციპალიტეტში ახორციელებს 7 საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც განკუთვნილია 280 დევნილი ოჯახისათვის. იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უშუალოდ დასაქმებულები ვართ, აქ ტოლვილები ვართ ბევრი, მუშაობთ 1 წელია თითქმის ამ ორგანიზაციაში მუშაობთ, რაც კმაყოფილები ვართ, მშენებლობა მიდის, ხარისხი კარგი მიდის.